აფორიზმი არის დახვეწილი, ლაკონური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და პროზაულიც. ვეფხისტყაოსანი მდიდარი ნაწარმოებია აფორიზმებით. რუსთველოლოგის ალექსანდრე ბარამიძის აზრით, შოთას როგორც აფორიზმებით მოაზროვნე პოეტს მსოფლიო ლიტერატურაში ტოლი არყავს. რუსთაველი აფორიზმების საშუალებით მოკლედ ცხარტად გადმოსცემს ბრძნულ აზრებს. ჩვეულებრივ ვეფხისტყაოსნის აფორიზმები ერთი სტროფის ფარგლებშია მოქცეული. სტროფის პირველ 3 ტაებში პოეტი ავითარებს საჭირო მოსაზრებას, თვალსაზრისს, რასაც მეოთხე ტაების სახით მოსდევს უფრო ზოგადი აზრის შემცველი დასკვნითი აფორიზმი. ხშირად აფორისტული ხასიათისაა წინა 3 ტაებიც. შესაბამისად, მთელი სტროფი აფორიზმია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ყოველთვის უკანასკნელ მეოთხე ტაებს ენიჭება. რუსთაველის აფორიზმები სამაგუნებელ აღმზრდელობითი ხასიათისაა. ისინი ფართოდ გავრცელდა ხალხში ხალხური სიბრძნის სახით. აღსანიშნავია, რომ ხალხმა შოთა რუსთაველს მიაწერა ზოგიერთი ხალხური სიბრძნეც.